სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. Ქრისტე აღდგა. Ქრისტე აღდგა. Ქრისტე აღდგა. უფლის მწკინვალე აღდგომის დღესასწაულის მესამე კვირიაკეს დედაი ჩვენი ეკლესია სახელს დებს განღვეულის, ანუ პარალიზებულის კვირიაკე. ხედველობაში აქვს რა ის სასწაული, რომელიც უფალმან ჩვენმან აღასრულა მიმავალმან წმინდა ქალაქ იერუსალემისაკენ ცხოვართა საბანელთან, ანუ ბითესდას ტბასთან. თქვენ იცით, რომ წმინდა დიდმარხვაც როგორც განსაკუთრებული მოსამზადებელი კვირიაკეები აქვს, ასევე გამოსასვლელი კვირიაკეები, როგორებიც არიან, რამაც უკვე გარდავლო თომას კვირა, მენელცაცხლე დედების კვირას და აი დღევანდელ კვირიაკეს განღვეულის კვირიაკე. ამ სასწაულის შესახებ 4 მახარებლიდან მხოლოდ იოანე მახარებელი მოგვითხრობს. თქვენ იცით, რომ მისთვის დამახასიათებელია, რაც არ ითქვა წინა 3 სინოპტიკოსი მახარებლისაგან, ან ითქვა შემოკლებით, განავრცოს იოანე მახარებელმა, შეავსოს და თუ საერთოდ არა უთქვამთ რა გადმოგცეს ესა თუ ის ქადაგება თუ სასწაული ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა. მოვედით გულს მოდგინეთ მივყვეთ სახარების აწინდელ საკითხავს, იმ სასწაულს, რომელიც მას ბითესდასთან აღასრულა. ეს იყო რიგით მესამე სასწაული ბითესდას, რომელიც ქრისტე მაცხოვარმა ჩვენმან აღასრულა. მანამდის მან კანას გალილეაში მოახდინა სასწაული, როცა წყალი ღვინოდ გარდასახა საღვთო მადლის მოქმედებით და ლოცვით. მერმე ესე იგი კაპერნაუმში რომელიღაც დიდებულის ძე განკურნა, ესე იგი დაუსწრებლად მამის სარწმუნოების მიხედვით, რომელსაც აღმოაჩნდა ცხოველი და ცოცხალის სარწმუნოება და სწრაფვა ქრისტე მაცხოვრისაკენ, მან კილომეტრების იქით განკურნა მისი შვილი. და როდესაც მამა მეორე დღეს ჩავიდა სახლში, ანუ საკმაოდ მოშორებული იყო იმ ადგილიდან, სადაც ქრისტემ აღასრულა ეს სასწაული, იყო მწუხრი და დაეკითხა, თუ როდის განეკურნა მისი ვაჟი და აღმოჩნდა, რომ თითქმის 1 დღე გავიდა მას შემდეგ. ანუ მანძილი არანაირი დაბრკოლება არ არის, არც დახშული კარი ჩვენ ვიცით სახარებიდან და არც რაიმე ადამიანური ამსოფლიური გარემოება ქრისტესთვის. რამე თუ იგი არ ზევთისა, თან არც მამისა და სულიწმიდა ღმერთისა. აი ამ სასწაულის შემდეგ ქრისტე მაცხვარი გამოეშურა წმინდა ქალაქ იერუსალიმში, როგორც ძველად ითქმოდა, აღვიდოდა იერუსალემად. ხელი ჩაუშუშველო. აღვიდოდა იერუსალემად დღესასწაულზე ხურიათასა. იერუსალიმს იმ ხანად 100-ზე მეტი კარები ჰქონდა, მაგრამ უფალმა კეთილი ნება, რომ სწორედ იმ კარიდან შესულიყო, რომელიც იერუსალიმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა, რომელიც ახლოს იყო ცხოვართა საბანელთან, რომლის შორი ახლოსაც იყო სწორედ ბითესდას ტბა. ღმერთთან შემთხვევითი, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის. მაგრამ როგორც ღმერთ კაცმა უწყოდა, თუ რა ხდებოდა ბითესდას სანაპიროზე. აი მოდი მოусმინოთ კიდევ ერთხელ გულს მოდგინეთ იოანე მახარებელს. ამისა შემდგომად, ანუ ამ სასწაულის შემდეგ, როცა დიდებულის ვაჟი განკურნა, იყო დღესასწაული ხურიათაი და აღვიდა იესო იერუსალემთ. და არს იერუსალემს ცხოვართა საბანელს ამას ტბაი, რომელსაც არქვიან ებრაელებ ბითესდა. და ხუთწოვა იყო. ცხოვართა საბანელი ნიშნავს, აი ცხარს რომ დრო და ჟამითი ჟამად გაატარებენ ხოლმე წყალში, ზოგჯერ რაღაც წამალსაც გახსნიან წყალში, გაატარებენ დაავადებებისგან რომ დაიცვან ცხოვარნი და ალბათ ამის მიხედვით ეწოდა იმ ადგილს ცხოვართა საბანელი, ხოლო მის შორი ახლოს, როგორც უკვე დავზინეთ, იყო სწორედ ბითესდას ტბა, სადაც მახარებელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ იყო 5 სტოვა. ეს სტოვა იყო იმისთვის, რომ უამრავი ავადმყოფი მთელი წლის განმავლობაში იყრიდა იქ თავს, როგორც პაპანაკება სიცხეში, ესრე ზამთარში ყინვის ჟამს. რომ ვიღაცამ მოწყალება მოიღო, არ ჩანს აქ ხელისუფლება მააგო საგანგებოდ იმ დროინდელმა თუ ქველმოქმედმა, ეს კი არ რომ 5 სტოვა იყო აგებული. მე ვფიქრობ, ეს სტოვა რიცხვით 5 შემთხვევითი არ იყო და ამაოდ ახსენებს იოანე მახარებელი. რამე თუ ეს 5 სტოვა მეგვანიშნებს 5 ადამიანურ გრძნობაზე, იმ გრძნობებზე, რომელიც ადამიანს გააჩნია.
ხოლო როგორც უკვე ვთქვით, ამ სტოვის ქვეშ სიმრავლე იყო ავადმყოფების, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხოლოდ გრძნობებს მივყვებით, ანუ სენსუალური ცხოვრებით წესით ვიცხოვრეთ, შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ სამ სტოვებში ვიქნებით, ესე იგი ზოგი მიწოლილი, ზოგი დავარდნილი და ვინც როგორც შეეძლო, მაგალითად პარალიზებული, რომელიც განკურნა უფალმა ამჟამად, ის იდვა მიწაზე და არ ყავდა არავინ პატრონი. ანუ აქ ისწავლებაა, რომ გრძნობების მიყოლას ადამიანი მიყავს გაავადებებამდე, განსაცდელებამდე და ასე შემდეგ. თუმცა ესეც უნდა დავწინოთ სამართლიანობისთვის, რომ ყოველთვის ავადმყოფობის გამო ყოველთვის სოდვების გამო როდი ავადმყოფობს ადამიანი. არის ესეთი შემთხვევები, როდესაც საქმო განგებულება, ანუ ღვთისმზრუნველობა ამა თუ იმ ადამიანზე დაუშვებს ხოლმე დიდ ფათერაკს, განსაცდელს თუ ავადმყოფობას ამ ყველაფერს ერთად. კლასიკური მაგალითი საამისოდ არის ღვთივდიდებული პავლე, რომლის ტაძარში თქვენ მობრძანდით. კაცი მართალი იყო, სიყრმიდან იზრდებოდა შულში, განსაკუთრებით მოგვიანებით, როცა გამალielis მუხლებთან იზრდებოდა, როგორც თავად დასე, ცნობილი რაბუნი მოძღვარი იყო იმ დროისა, ჩინებულად იცოდა წმინდა წერილი და იყო ზედმიწევნით მიმდევარი ამ შულისა. კერძოდ ის ფარისეველი იყო, ფარისეველთა პარტიის წარმომადგენელი. გულსმოდგინე, მოშორნე ფარისეველი, რომელიც თავდაპირველად როგორც გახსოვთ, დევნიდა კიდეც ქრისტიანებს, ვიდრე მას თავად უფალი არ გამოეცხადა და გონების თვალი არ აუხილა, რომლის შემდეგაც გახდა ისეთი და იმგვარი მოწაფე და მოციქული პავლე, როგორც ოქროპირი ამოს, რომლის დარი და მსგავსი აღარ იქნება ქრისტეს დიდებით დაბრუნებული. ანუ შეუდარებელი მოწაფე და მოციქულია ქრისტესი. ესე იგი, პავლეს შემთხვევაში კაცი მართალი იყო, მაგრამ უმძიმესი დაავადება ჰქონდა. მისი არა თუ ლოცვა, ხელის დასხმა, შეხება და ესე შემდეგ კურნავდა, არამედ პავლეს ოფლი რა არის, გოგირდოვანი, ოფლიც კურნავდა პავლესი, თავსარქმელი, ანუ ფუდი, დღეს როგორც ვიტყოდით, მისი სამოსელი და ასე შემდეგ საქმე მოციქულთაში მოთხრობილია, რომ მაგალითად პავლეს სამოსელით, ესე იგი ქრისტეს ტრები, ორი ძმა, როგორ კურნავდა ავადმყოფებს და ბოლოს ეშმაკმა თვითონ ამხილა ისინი. ღმერთიც ვიცი უფალი, პავლეც ვიცი და თქვენ ვინახართო, რომ განსდევნით ეშმაკებს, ანუ გავგდევნით ეშმაკებს, ავადმყოფი ეშმაკებული ადამიანებისაგან. ამის შემდგომ მათ ვეღარ გაბედეს პავლეს სამოსელით მოეხდინათ სასწაულები. ამ სასწაულებით, რა თქმა უნდა, თავიანთ კერძო შეხედულებებისკენ იზიდავდნენ იმათ, ვისაც განკურნავდნენ განკურნების მოწმებს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ხუთი სტოვა ამაზე მიგვანიშნებს. თუ მხოლოდ სოდვე, ესე იგი გრძნობებს მივყვებით, დავეწაფებით, ჩვენც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მოგვიანებით უფალი როცა განკურნავს პარალიზებულს და ნახავს ტაძარში, ალბათ სამადლოვე ლოცვებს რომ აღუვლენ და ღმერთს ამ კურნებისთვის ეტყვის, რომ ესე იგი წადი და ნურღარა სოდავ, რათა უძვირესი არა შეგეძინო შემაშლა და მე უფალმა განუმარტა, რომ მისი ცოდვების გამო იტანჯებოდა ასე სასტიკად, ხოლო თუ მომავალშიც შეცოდებდა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამაზე ცოტა მოგვიანებით თავის ადგილზე ამოვიკითხოთ. მაშასე უფალმა გაიარა ბითესდის ტბასთან და იხილა ეს ხუთი სტოვა და ამაში აისხა სიმრავლე უძლურთაი ბრმები, მკელობლები, განხმელები, რომელი მოელია წყლის ამის აღურებასა. რამე თუ ანგელოზი წლითიწლად გარდა მოვიდო და საბანელსა მას და აღანგრევის წყალი იგი. ესე იგი, ამ წყლის ბუნებრივი თვისება კი არ იყო ადამიანები რო განეკურნა. არამედ ის იყო ჩვეულებრივი წყალი და წელიწადში ერთხელ ღვთის ბრძანებით გარდა მოვიდოდა ანგელოზი უფლისა და თქვენის თუ ანგელოზები მსახურისულები არიან შორის ღვთისა და კაცისა, არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ შორის ღვთისა და კაცისა, ანგელოზები ემსახურებიან დიახ ადამიანებსაც და მხედველობაში მყანან არა მარტო პირადი ანგელოზები, რომელსაც დათლისღების შანსს დაგვიდგინა უფალმა ღმერთმა, არამედ საზოგადო ამა თუ იმ დასის ანგელოზი. თქვენ იცით, რომ თითოეული დასის ანგელოზს თავისი მისია და მადლი აქვს და ხელმწიფება ღვთისგან მინიჭებული. ასე მაგალითად სერაფიმები ლოცვის ანგელოზები არიან, უახლოესი ანგელოზები ღვთისგან. როდესაც ღვთის ყოვლადწმინდა სამებისაგან გამოვალს რაიმე კურთხევა ან საიდუმლოება ზეციური, თავდაპირველად მას უზიარებს უფალი ზეციურ სერაბინებს, ექვსფრთიან სერაბინებს. ქერაბინებს მომდევნო ანგელოზებს აქვთ მადლი სიბრძნისა და ჩვენთვის მიუსტომელი სახით მასზე განისვენებს დიდებაი უფლისა.
ზოგი არის მაცნე ანგელოზი, ზოგს აქვს კურნების ნიჭი, რომელსაც ადამიანებს, გარკვეულ ადამიანებს არანებისმიერს გადასცემს და ასე შემდეგ. Ყოველ შემთხვევაში ამ წყლის თვისება არ იყო სამკურნალო, არამედ ამ თვისებას ეს წყალი იძენდა მხოლოდ წელიწადში ერთხელ და ეს იყო სავალალო, საყვარელო, ხელი ჩაუშვით. ხო. ეს იყო სავალალო, საყვარელო, რომ არ იცოდნენ ადამიანებმა წელიწადის რომელ დღეს გარდამოვიდოდა ანგელოზი, დღისით თუ ღამით ამას გარდა. ამიტომ თითქმის მთელი წლის განმავლობაში და ზოგიერთი უფრო დიდი ხნის განმავლობაშიც იყო ამ სტოვაში და ელოდა ამ წყალობას. და აი რაც გულისხმობ, მახარებელი აგზელებს და ამბობს. და რომელიცა როცა აიღვრეოდა ანგელოზის მიერ წყალი და რომელიცა პირველ შთავიდის აღვრევასა მას წყლისასა განიკურნის, რომლითაც შეპყრობილ არ სნეულებითა. თქვენ იცით, რომ წყალს თავისი სტრუქტურა გააჩნია. ყველაზე მარგებელი წყალთა შორის არის წყაროს წყალი, რომელიც ხელშეუხებელია, ასე ვთქვათ, წყაროს თვალიდან რომ ამოდის. მაგალითად, თუ მილში გაივლის, ვთქვათ, წყალსაცავი, საიდანაც ესე იგი მოდის თბილისში, ვთქვათ, თბილისის ზღვა იქნება თუ სხვა, მილში უნდა გაიაროს. როდესაც მილში და გარკვეული დამუშავება და გარკვეული საკით ამუშავებენ ამ წყალს. რომ რაიმე სნება არ კონდეს, როდესაც მას ამუშავებენ, როდესაც ის მილში გადის, განსაკუთრებით თუ მრავალი გზა, მრავალი კილომეტრი უნდა გაიაროს, წყალი თავის ბუნებრივ თვისებებს ნაწილობრივ კარგავს და მის სტრუქტურაც კი ირღვევა. თქვენ იცით, რომ იაპონელმა მეცნიერებმა, სადაც დაწინაურებულია საერთოდ იაპონიაში მეცნიერება, გამოიკვლიეს წყლის სტრუქტურა და აი ამ დასკვნებამდე მივიდნენ, რაც მე მოგახსენეთ. გარდა მაგისა, ერთხელ საგანგებოდ მოიწვიეს მართლმადიდებელი მღვდელი მოლა მაჰმადიანთა და პროტესტანტი პატერი და სთხოვეს, რომ მათ როგორც წესი და განგება ჰქონდათ ეკურთხებინათ წყალი, ანუ ელოცათ წყალზე, ერთნაირი სტრუქტურის წყალი დაუდგეს სამივეს. სამივეს შემთხვევაში მოხდა ცვლილება. დიახ, ნებისმიერი ადამიანის ლოცვა, სიტყვა, მიმართვა, ავი თუ კარგი, ხმამაღალი თუ წყაზარი წყალზეც კი მოქმედებს, რამდენად გასაოცარი არ არის. მოხდა ასეთი რამ, როდესაც მათი ლოცვის შემდეგ წყლები განიხილეს და შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ სამივე წყალს, რომელიც თავდაპირველად ერთი სტრუქტურის იყვნენ, ჰქონდათ სტრუქტურა შეცვლილი, მაგრამ ყველაზე ლამაზი სტრუქტურა მიიღო მართლმადიდებელი მღვდლის მიერ ნაკურთხმა წყალმა და ამანაც ამ ექსპერიმენტმა მეცნიერულად ასე ვთქვათ დაამტკიცა, სად არის ჭეშმარიტება, სად არის პირველობა და სად არის შვენიერება. აი აქაც წყალი, რომელიც ჩვეულებრივი წყალი იყო ბითესტისა, წელიწადში ერთხელ ანგელოზის მოქმედებით იმღვრეოდა რა, იძენდა სამკურნალო თვისებებს. თუმცა რომელიცა პირველ შთავიდის აღვრევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაც შეპყრობილ არ სნეულებითა. არანებისმიერი იკურნებოდა თუ ჩავიდოდა წყალში, არამედ მხოლოდ ის, ვინც მოსწრაფებით პირველი ჩავიდოდა. იყო ვინმე მუნკაცი, რომელსა 38 წელი დაეყო უძლურებასა შინა. ეს კაცი იყო პარალიზებული, განღვეული და მთელი 38 წელიწადი იტანჯებოდა ავავატყოფობით. სათქმელად ადვილია საგვარელო, მაგრამ აბა წარმოიდგინე საკუთარ თავზე, პარალიზებული იყო მთელი 38 წელიწადი. როგორ ჩანს სახარების ამ საკითხავით, ამ პატრონის კი არ ჰყავდა მას და ესე იგი ამ გაურკვეველ ლოდინში ყოფილი იყავი ამდენი ხნის განმავლობაში. ბევრი ჩვენთაგანი ამას ვერ დაითმენდა. ხელს ჩაიქნებდა და ესე იგი დატოვებდა ბითესტის ტბას. რაც არის, ვიყო როგორც ვარ. იტყოდა ჩვეულებისებრ ასეთი ადამიანი, მაგრამ ასეთი როდი იყო ეს პარალიზებული. ესე იხილა იესო მდებარე და გულისხმახო, რამე თუ მრავალი წერი აქვს უძლურებასა შინა, რქვამას იესო. იქ უამრავი ავადმყოფი იყო, სხვადასხვა ფერად, ზოგი ბრმა იყო, ზოგი განხველი, ზოგი პარალიზებული, ზოგი კოჭლი და ვინ რა და სწორედ ამას გაუსწორდა რა უფალი დაეკითხა. გულისხმახო უფალმა, რომ დიდი ხანი იყო უძლურებასა შინა და დაეკითხა, გნებავს რათა განიკურნო? ცოტა არ იყოს უჩვეულო და გაუგებარი კითხვა. აბარისთვის არის მოსული. ზოგი წლობითაც იტანჯება მოლოდინში ამ სასწაულისა, მაგრამ უფალს სულ სხვა რამ აქვს ხედველობაში. არა წყლის ძალა, რომელსაც იცის ანგელოზის მოქმედებით, არამედ ის ძალა, რომელსაც თავად ანგელოზსაც და ანგელოზის მიერ ადამიანებსაც წყალს სხვა რასმე მიანეჭებს უფალი.
მას შეკითხება, გნებავსა რათა განიკურნო? მიუგო უძლურა მან და თქვა, უფალო, კაცი არ მაქვს, რათა რაჟამ წყალიესი აღიმღვრეს, შთამსამაგდო საბანელსა ამას, ვიდრე მე მოვიდოდი, სხვა უწინარეს შემსა შთავიდის და განიკურნეს. პირველ ყოვლისა ეს იმას ნიშნავს, რომ ძიმეთ იყო პარალიზებული, გადაატარა თუ სიარული, გადაადგილება, ხოხვითაც კი, იმიტომ რომ მასზე ნათქვამია მდებარე იყო. ეგ თუ მოკლედ რო სხვა, მე ადრე უპატრონოზე ითქვის. ასე თუმცა მახარებელმა არ აკადრა და ჩვენც ნუ ვაკადრებთ, რადგან მომავალში ის უფლის წყალობის ღირსი უნდა გახდეს მეტადრე. თუმცაღა და რა თუმცაღა ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ადამიანში ჩადებულია დიდი უმადურობა მისი ცოდვილი ბუნების გამო. ცოტა მოგვიანებით ამას. მას ეგ უნდა ამ თვალსაზრისით ეკითხებოდა, რას ელოდა, უნდა თუ არა კურნება, მან განუმარტა, რატო ვერ იკურნებოდა, რადგან პირველი ვერში ყოველთვის ასრებდნენ და ჩადიოდნენ სვერი. შესაძლოა უშუალო წყლის პირასაც კი იყო, მაგრამ იმდენად დავრდონილი იყო, რომ ვიდრე იგი გახოხდებოდა, სხვა ასრებდა და შედიოდა წყალში. ესე იგი, არავინ არ აკყავს, უპატრონო ვარო. არავინ მყავს შემწერო, მომეხმაროს განკურნებაში. თქვა მას იესო, ეს ფაქტიურად მან რწმენაც გამოსცადა მისი, როცა ძალიან დიდი სურვილი გაქვს, ეს ახლოს არის სარწმუნოებასთან. რაიმეს დიდი სურვილი რომ გააქვს, მეტადრე განკურნების. ის ელოდა სასწაულს, ელოდა კურნებას, მაგრამ როგორ რანაირად მოვიდოდა, ეს არ იცოდა. როგორც ჩანს, ის იმედს არ კარგავდა, თუმცა ამდენი წელია მას არ უმართლებდა. მაგრამ არა თუ წყლის მიერ, აც თავად უფლის მიერ, რომელიც ანგელოსაც და წყალსაც მადლს და კურნებას ანიჭებს, მისგან მიიღებს ამ წყალობას. როდესაც უფალმა მისი ასეთი პასუხი მოისმინა და მასში კეთილგონიერებას დაინახა, გულის შემოსვლებაც, როგორ იყო დათრგუნვილი თავისი მდგომარეობით, ეს ყველაფერი ამ ერთ ფრაზაში ჩანს. ამ პარალიზებულისა მაშინ კი უთხრა, აღდე, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. რამდენიმე სიტყვისგან შედგება ეს წინადადება იმპერატიულად ბრძანებით რომ ეუბნება უფალი, მაგრამ სინამდვილეში სამი აქცენტია გაკეთებული. როგორც მამების გამოყოფენ, აღდე, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. ესე იგი, სამი სიტყვა წარმოსყვა არსებითად ყოვლადწმინდა სამების სახელზე. ამაზე შემთხვევით არ ვამახვილებ ყურადღებას, ცოტა მოგვიანებით უფლის ამ სასწაულს მოხვება ფარისეველ მწიგნობართა წინაშე, რომლებიც მოსაკლავადაც კი ეძიებდნენ ამ სასწაულის გამო ქრისტეს, თუმცა ფორმალურად გამოხატავდნენ შაბათის დარღვევის გამო აკეთებდნენ ამას და ფიქრობდნენ, უფალი გამოწვლილვით ესაუბრება დაუწყებს საუბარს ამ წიგნობარ ფარისევლებს, რომ ზე, ანუ იესო ქრისტე თანასწორია მამისა და არაფერზე თავისთვის არაებს, არამედ ყველაფერ მხოლოდ იმას, რასაც მამა უჩვენებს და სხვადასხვა. ამაზე ცოტა მოგვიანება. მას ასე ყოვლადწმინდა სამების სახელზე, მან რომელმაც არარაობას უბრძანა და ცანი და ქვეყანა შეიქმნა, რომელმაც ბრძანა იყო წყდიადი და ბნელი და იქმნა ნათელი და იქმნა ყოველივე, რაც იქმნა ცისპეშესი და ცათაშინა, ეს უფალი სამების სახელზე სწორედ იმ მადლით და ხელმწიფებით უბრძანებს, ავადყოფს, აღდეკ, ამით იწყება მისი კურნება, აღიღე ცხედარი შენი სრული განკურნება და ვიდოდე ნიშნავს დატოვე ეს ადგილი. რადგან აქ მხოლოდ ავადმყოფები არიან და მეხსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თვისი და წარვიდა. ჩვენ სახარებიდან ვიცით რომ ზოგიერთი ავადმყოფი მეხსეულად, ანუ მაშინვე იკურნება უფლის მიერ, ზოგიერთი მოგვიანებით. რა კი მცხოვართა საბანელს ვახსენებ, მოდი მოვიგონოთ ერთი სასწაული, როდესაც ბრმა განკურნა უფალმა, მაგრამ არა ერთბაშად. რატო? იმიტომ რომ მასში განსხვავებით ამ პარალიზებულისაგან არ იყო ცოცხალი რწმენა. ამ ბრმას სურდა რა კურნება, უფალმა დაუნერწყვა მიწაზე, ტალახის მაგვარი მასა, თიხის მაგვარი მოზილა და სხვა გუგებზე, თვალის. და მან ოდნავ კონტურები დაინახა. ესე იგი, მასში რწმენა ნაკლები იყო, ამიტომ ერთბაშად კი არ იკურნება, არამედ თანდათანობით მწიფდება რა მასში სარწმუნოება. როდესაც მან კონტურები დაინახა, იმედი მოეცა, იმედი მოდის სარწმუნოებიდან. სარწმუნოება ბადებს იმედს, ესე იგი, სარწმუნოება უფრო გაუცხოველდა. მას ამ ბრმას იმედი ჩაესახა. ხელი და უფალმა უბრძანა, ამის შემდეგ წასულიყო სილოამის წყლებთან და თვალები ამოერეცხა. მან ძალიან დიდი ტკივილები და განსასწრებელი გაიარა გზად. ბრმისთვის ადვილი არ არის ქალაქის ერთი ნაწილიდან თან შორს იყო მისგან. ეს წყლები გადასულიყო, მაგრამ ბევრი არა თუ ცოტა არა, როგორც ითქმის ხოლმე, საბოლოოდ მიაღწია, თვალები ამოიბანა და განიკურნა.
გზაში თანდათანობით მოეცარა იმედი, რომ კონტურებს უკვე ხედავდა ქრისტეს მიერ, თვით მისი ნერწყვი და მისგან მოზელილი თიხაც კი კურნავდა ადამიანებს, მან ირწმუნა, რომ სილოამის წყლებში უეჭველად აეხილებოდა თვალები, რაც აღსრულდა კიდეც. აქ როგორ მოხდა? აქ მოხდა მეხსეულად კურნება, იმიტომ რომ ცოცხალი რწმენა შანს ამ ადამიანში. ამას ისიც ამყარებს ამას შეხედულებას, რომ ცოტა მოგვიანებით რამოდენიმე დღის შემდეგ ქრისტე მის ტაძარში ნახა. ესე იგი, ის ურწმუნო არ ყოფილა. მორწმუნე იყო. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სამადლობელად ავიდა ტაძარში, რომ ამ წყალობისთვის მადლობა აღებლინა უფლის წინაშე. თუმცა რა იცოდა მან, რომ თავად უფალმა ღმერთმა ძეღმრთისამ განკურნა იგი. ესე იგი, აქედან საგულისხმო მსჯელობა შეიძლება გამოვიყვანოთ. ესე იგი, ზოგიერთმა მათგანმა იცის და აღიაროს, რომ ზეღვთისა და იკურნება, ამაში საოცარი არაფერია, მაგრამ აი ამ პარალიზებულმა მაგალითად და ბევრმა, ვინც განკურნა უფალმა, ჯერაც არ იციან, რომ ერთნი მიიჩნევენ, რომ ის არის დიდი რაბუნი, ანუ მოძღვარი, სხვანი, რომ წინასწარმეტყველია, უფრო მეტი ზოგიერთები ამბობენ, რომ ასეთი წინასწარმეტყველი ისრაელში არასდროს არ აღდგომილას. მაშინ როცა უდიდესი წინასწარმეტყველები იყვნენ ისრაელში, კერძოდ ვინ? ენუქი, ელია, იერემია, ესაია, დანიელი, ეზეკიელი, 12 მცირე წინასწარმეტყველი და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფალი ყველას აძლევს წყალობას. აქედან სწავლება, რომ კურნება ყველა შემთხვევაში პირველყოვლისა ეს არის წყალობა ღვთისა და დანარჩენი ერთბაშად მოხდება კურნება, თანდათანობით მოხდება, ეს უკვე ჩვენ სარწმუნოებაზეა დამოკიდებული. ხოლო იყო შაბათი დღე იგი. მართალია ეს კურნება მოიმოქმედა უფალო, მაგრამ იყო შაბათი. ეხლა რატო ამახვილებთ ყურადღებას? იონე მახარებელი და მათ შორის მეც მოძღვარი მასთან ერთად ცოტა მოგვიანებით მიხვდები. მას შაბათი იყო, ეტყოდეს მას სურიანი იგი, ვის? განკურნებულს ეუბნებიან. შაბათი არის და არაჯერ არ შენ და აღებაც ხედარი შენი. მათ წარმოიდგინე, ის კი არ უთხრეს, რომ განიკურნე, ან ვინ განკურნა. ისინი ამბობენ, შაბათის უქმერისთვის დაარღვიე. ან ბრმა, ან უმადური უნდა იყოს ადამიანი, რომ დაინახოს უქმის გატეხვა იმ დიდ წყალობაში და სიკეთეში, რაც უფალმა მოიმოქმედა. ასეთ კითხვებს თავად უფალსაც ხშირად უსვამდნენ, გაგულისებით, განრისხებული ყურიები. რა დარღვევ მოსე ჟულს, არა განსტეხ შაბათს. უფალმა მოკლედ და ღრმად განუმარტა ყველა მათგანს. კაცი კი არ შეიქმნა შაბათისათვის, შაბათი შეიქმნა კაცისათვის. გარდა მაგისა, აი ნახეთ უფალი კიდევ რას ეთქმის ჩაღრმავებით და ამაზე მერე გავამახვილოთ ყურადღება. რატომ იქმოდა სიკეთეს შაბათს? ხოლო მან მიუგო და რქვამად, რომელმან, ესე იგი, როცა უთხრეს განკურნებულს, რატომ აღიღეთ ხედარი შაბათსო, მან უპასუხა, რომელმან იგი განკურნა მე, მან თქვა, აღიღეთ ხედარი შენ და ვიდოდე. ესე იგი, ამით რა უთხრა? გაუბედავად. შიში ქონდა ხურიათა, ამ ფანატიკოსების, რა თქმა უნდა. ნუ თუ ადამიანი, რომელმაც მე განკურნა 38 წლის პარალიზებული ავადმყოფი, თუ კი ის გრძნობს ასეთ ძალას, ნუ თუ მას არა ხელმწიფება მიბრძანოს, რომ ჯერთ ეს მოახდინოს შაბათს და მეორედ მიბრძანოს, რომ აღვიღეს საკაცე. მე კურნებით დაწყებული და ცხედრის აღებით საკაცეს ნიშნავს. ძველ ქართულად ვარბის მორჩილებაში ეს შემგან დამოუკიდებლად ხდება. მართალია მისი რწმენაც მონაწილეობდა ამ კურნებაში, მაგრამ ხელმწიფება მოდიოდა უფლისაგან. ამიტომ მე არ შემიძლია არ დავემორჩილო მას. ჯერთი ამხელა მადლი მოიღო 38 წლის ავადმყოფი ნატანჯი და საბრალო ადამიანი განკურნა და ბუნებრივია რა თქმა უნდა, რომ მას უკვე დაჯერებაც და ესე იგი ერთგვარი პატივისცემა და მინდობა გაუჩნდა მაცხოვრის მიმართ. თუმცა აი წარხვიგინეთ საყვარელო, სახელიც კი არ იცის ვინ არის იგი. ამას მერვე გავიგებ. კითხვიდეს უკვე მას ხურიანი იგი და რქვეს, ვინ არის კაცი იგი, რომელმან თქვა შენ აღიღეთ ხედარი შენ და ვიდოდე. იმას კი არ ეუბნებიან, ვინ არის ვინს განკურნა, შესაბრალო 38 წელიწადი რომ იტანჯებოდი ასე და მოიღო ეს წყალობა, არამედ ეუბნებიან, ვინ გიბრძანა შენ რომ აღიღოს საკაცი. ანუ ვინ დაგარღვევინა შაბათის უქმე.
ხოლო განკურნებულმა მან არ აუწყოდა, ანუ არ იცოდა ვინ არის, რამე თუ იესო მიეფარა, რამე თუ ერი იყო ადგილსა მას. ურიცხვი ადამიანი იყო, როგორც თავში დავძინეთ ამ ფუსტოვაში და ბუნებრივია, რომ ქრისტე თვალსაჩინარიდან დაეკარგა. ამის შემდგომ პოვა იგი იესო ტაძარსა მაშინა და რქვა მას. როგორ უნდა გავიგოთ პოვა? შემთხვევით წააწყდა თუ საგანგებოდ ნახა? მე ვფიქრობ საგანგებოდ ნახა და აი რატო? აჰა, უთხრა უფალმა, აჰა, ცოცხალი იქმენ. ნუ ღარა სოდავა, რათა არაუძვირესი რაიმე გეყო შენ. აი ხომ ხედავ, განეკურნე. ნუ ღარ შესწოდებ, რომ უარესი დაგემართო. ჯერ ერთი ამით ასწავლა, რომ სოდვების გამო იტანჯებოდა ამ საზარელი ავადმყოფობით 38 წლის განმავლობაში, ამას იქით მაინც ნუ შესწოდებ, რათა უარესი არ შეგემთხვეს. და რას ნიშნავს მისი ეს სიტყვები? სხვა აზრითაც, ამას ცოტა ხანში მოგახსენებთ. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ფურიათამად ვითარმედ იესო არის, რომელმან განკურნა მე. როგორც ჩანს, ამ იესოს კითხა და თავად მისგან გაიგო, რომ იესო ქვია, ან გვერდით გობება იესო ქრისტე პოპულარული იყო ამ პერიოდში, ჩვენი ენით რო ვთქვათ, სხვებმა უთხრეს, რომ შენი წყალობლის სახელი არის იესო. ყველა შემთხვევაში აქ არ აქვს მნიშვნელობა. თავად უფალმა უთხრა თუ სხვებმა უკარნახეს სახელი მაცხოვრისა, ამის შემდეგ მეხსეულად მაშინვე წავიდა ურიებთან ეს განკურნებული და უთხრა იესო არის, რომელმან განკურნა მე. იოანე ოქროპირი და ზოგიერთი წმინდა მამა ფიქრობს, რომ ეს ბოროტებით კი არ გააკეთა ამ კაცმა, რომ გასა იესოს სახელი, არამედ უნდა რომ ყველას ერწყმუნა მისი წყალობლისა, ანუ იესო ქრისტესი. პირადად მე და ზოგიერთი მამა სხვა თვალსაზრისით გამოთქვავს, უფრო ამ უკანასკნელს ვემხრობი, რომ მან ეს ჩაიდინა გაბოროტება. როგორ შეიძლება, როცა ასეთი გაბოროტება ჰქონდათ იესო ქრისტეს მიმართ ფურიებს, რომელსაც არც მალავდნენ და აი ამ სასაულის მერე საერთოდ გადაწყვიტეს გულში ჩაიდეს, რომ მოეკლათ. როგორ შეიძლება არ მიხვედრილიყო ეს განკურნებული, რამისნით ეკითხებოდნენ მკურნალის სახელს. და ახლა როცა გაიგო, ვინ რჩიდა მას, ვინ აიძულებდა რომ წასულიყო და დაებეზღებინა ქრისტე. ესე იგი მას თავად შიში ჰქონდა ურიებისა და თქვენი იცით ისეთი ფანატიკური სექტა იყო სექტათა შორის იმ დროინდელ ხურიასტანში, რომ შეეძლოთ საზოგადოებიდან განეკვეთაც კიდეს ასეთი ადამიანი, რაც დიდი ტრაგედია იქნებოდა თითოეული ურიასათვის. ერთ სიტყვით არავინ არ შიდა მას, იესოს სახელი გაეცა საგანგებოდ მოძებნა ეს გაგულისებული ურიები და უთხრა, რომ იესო არის, რომელმან განკურნა მე. და ბერბერა მოყვალას, მახარებელი დასძეს და ამისთვის სდევნიდეს ხურიანი იგი იესოს და ენება მოკლა იმისი. ესე იგი რა, მან რომ დააბეზღა, მოკლა განიზრახეს და დროჟამს ეძებდნენ. ხშირად უგნობდნენ ერთმანეთში, რომ ხალხში ეს არ უნდა გაეკეთებინათ, სადმე ცალკე მოეხელთებინათ და მოეკლათ ქრისტე, იმიტომ რომ აშკარად ხედავდნენ, რომ ხალხი ქრისტეს სახელზე იყო. ერი მრავალი ყოველთვის დაჰყვებოდა თან. სხვადასხვა აი ამ სასწაულს მოყვა სხვა სასწაული გენესარეთის ტბასთან, სადაც 5000-ზე მეტი დააფურა სასწაულებრივად უფალმა გარდა დედებისა და კაცებისა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ უამრავი ადამიანი ასობით და ათასობით დღემუდამ დაჰყვებოდა ქრისტე მაცხოვარს და თვით უდაბნოებშიც კი, სადაც ძალიან მძიმე პირობებია, საჭპელი არ არის, სასმელი და სწორედ ამის გამო დააფურა იგინი ქრისტემ სასწაულებრივად. ისე რომ ხალხში ვერ მოიხელთებენ, ამიტომ ის ერთ-ერთი მოციქული იუდა ორგული მოისყიდეს და მან მიასწავა ამ ურიებს თუ როდის შეეპყროთ ქრისტე. განსაკუთრებულად უყვარდა უფალს ლოცვა გეციმანიის ბაღში და სწორედ ეს ადგილი დაუსახელა ქრისტეს მკვლელებს. და სდევნიდნენ ქრისტეს იმის გამო ამბობს იოანე და გულში დაედვათ მისი მოკლა, რადგან შაბათის უქმეს არ ინახავდა. ესე იგი მოგვიანებით ქრისტე მაცხოვარი მოაყოლებს რა საუბარს, მათ გაგულისებას ურიებისა იტყვის, თქვენ არც მოსესი არ აქცავთ. კი ამბობთ, რომ მოსესი გწამდა გჯერათ, მაგრამ მოსესი რომ გწავდეს, ის შეთვის წერდა 5 წიგნში შესაქმისა. თქვენ კი მისგან ნაწინასწარმეტყველებს ეძიებთ მოკლად. ხოლო იესო მიუგო და რქვამათ, როდესაც მოკლა დაუპირეს მას და გაგულისდნენ, იესო მიუგო და რქვამათ, მამაი ჩემი მოაქამომდე იქს და მეცა ვიქნ. უდიდესი საიდუმლოება გაუმჟღავნა, რომ იგი თანაარსია ზეციური მამისა, ანუ ძეღმრთისა და ჭეშმარიტი ღმერთი, სრული ღმერთი და სრული კაცი.
ამისთვის უფრო ის ხოლო ეძიებდეს სურიან იგი მოკლათ იესოს, რამე თუ არახოლოდ თუ შაბათსა დახსნიდა, ანუ გასტეხდა უქმეს, არამედ ღმერთსაცა მამათვისად იტყოდა და თავსათვისა სწორყოფდა ღმრთისა. აქამდე თუ ეძებდნენ მოსაკლავად იმის გამო, რომ უქმე გატეხა, ახლა მათი აზრით მეტი საბაბი მიეცათ ზეციურ მამას უტოლებდა თავს და ამის შემდგომ პასუხად ქრისტემ საკმაოდ ვრცელი სიტყვა წარმოსვა მას წინაშე, სადაც უმტკიცებდა წმინდა წერილიდან, რომელიც ყველაზე კარგად სწორედ ხურიათაგან ფარისევლებს, წიგნოვარ ფარისევლებს უნდა სოდროდათ, რომ ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი, ნაწინასწარმეტყველები დედამიწაზე რომ მოვიდოდა, მოიტანდა ზეციურ საიდუმლოებს, დაარსებდა საფრთხო ეკლესიას და მერვეღა ამაღლდებოდა, ზეცად მოხფენდა რა. მისი ხსნელი ვნებების გამო ზეციური მამა სულიწმინდას. მე და მამა ერთი ვართ. მე არაფერს არ ვიქმნ ჩემი თავით, რასაც მამა მიჩვენებს, მე მას ვიქმნ. ამით რაზე ნიშნავდა უფალი, რომ თანაარსია მამაზე და სულიწმინდა. აქამდე თქვენ ღმერთს იცნობდით როგორც მამას, მაგრამ ღმერთია ძეს მისგან შობილი, ანუ ღვთაებრივი სიტყვა ლოგოსი და ღმერთია სულიწმინდა, ანუ მამის სული, რომელიც ჩემი ხსნელი ვნებების გამო მოეფინება პირველ ეკლესიას და მერმე ეს ეკლესია განივრცობა დედამიწაზე. აი ამ საუბრის შემდეგ, სადაც მამასთან თანასწორობაზე საუბრობს მაცხოვარი, გენესარეთის უდაბნოში მოახდინა დიდი სასაული 5 პურითა და 2 თევზით 5000-ზე მეტი გარდა ბავშვებისა და დედებისა განაცხო. მაგრამ თავისთავად სასაული კი არ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, არამედ ის, რომ მისტიური თვალსაზრისით მან მიანიშნა იწინასწარმეტყველა ეკლესიის დაარსება. რატომ დააპურა სწორედ პურით და თევზით, რომელიღაც ყმაწვილს აღმოაჩნდა, ესე იგი ვაშკარანში, ანუ ჩანთაში, აბგაში. პური სახია ქრისტესი. თავად უფალი ერთ-ერთ ამაღლებულ ქადაგებაში ამბობს მოციქულების წინაშე, მე ვარ პური, რომელი გარდამოვხეთ ზეცით. ჩემი ზეციური მამის ესე იგი ნების აღსრულება არის ჩემი საზრდელი. გახსოვთ სამარიტელ დედაკაცს რო ესაუბრებოდა ცოდვილს და პურის სასყიდლად იყვნენ წასულები მოციქული, დაბრუნდნენ, გაუკვირდა ჯერ ერთი ცოდვილთან, ისიც სამარიტელთან, როგორ ლაპარაკობს და გარდა მაგისა ლაპარაკობს სულიწმინდის საიდუმლოებაზე. სადა ჯერ არის თაყვანისცემა ღმერთისა, თქვათ ქორიბის მთაზე თუ იქ სადაც სამარიტებელი თუ იერუსალიმში როგორც ებრაელები აქაც ურიებს, რომელიც სრულიად უღირსნი იყვნენ უფლის დამოწვრისა, ძალზე ვრცლად და დამაჯერებლად ესაუბრება უფალი მამასთან თანასწორობაზე. ამის შემდგომ გენესარეთის უდაბნოში გადის და უამრავი ათასობით ადამიანი მიყვება და როგორც გითხარით 5 პურითა და 2 თევზით აღასრულებს სასაულს. პური სახია ქრისტესი. კერძოდ როგორც ვთქვით, უფალი ამბობს ერთ დამაღლებულ ქადაგებაში, მე ვარ პური, რომელი გარდამოვხეთ ზეცით. ამით მიანიშნა ის, რომ წმინდა ზიარების საიდუმლოებას არსებდა, რადგან ამ პურით, ზეციური პურით საზრდოობდა დღევანდელ დღესაც ჩვენგან ზოგიერთები საფრთხო ტრაპეზზე ეზიარდნენ ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლს. მეორეს მხრივ თევზი ესეც სახია ქრისტესი. თქვენ იცით, როდესაც კატაკომბურ მდგომარეობაში იყო პირველ საუკუნეებში ეკლესია, დევნა ჰქონდათ ბორცვუნებს და სხვას, აშკარად ესე იგი მაცხოვარს და მის წმინდანებს არ გამოხატავდნენ, არამედ სიმბოლურ, ალეგორიულ ცხოველებს გამოხატავდნენ თავიანთ სალოცავლებში. მაგალითად, ღუზა, რომელიც ხსნას ნიშნავს, ანუ მაცხოვარზე მიანიშნებს, თევზი და სხვა. მას როდესაც 5 პურითა და 2 თევზით განაცხობს, 5 ვუყავთ 2 არის 7, მიგონიშნებს უფალი წინასწარმეტყველებით, რომ 7 საეკლესიო საიდუმლოებას აფუძნებს, დაასხავს თავის ეკლესიაში. და ესე იგი პირველ ყოვლისა, აი თევზი რატო ანახსენები? თევზი წყალში დაცურავს. წყალი სახია ნათლისღებისა, აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა, პური წმინდა ზიარებისა. ანუ ხაზი გაუსვა, არა 7-ვე საიდუმლოება ჩამოთვალა, ან მიანიშნა, არამედ დასაბამი ყველა საიდუმლოების, რომელიც არის ნათლისღება და დასასრული და გვირგვინი ყველა საეკლესიო საიდუმლოების, როგორც არის ევქარისტია, ანუ წმინდა ზიარება. ასე და ამგვარად გვაჩვენა, რომ ის დაარსებს ეკლესიას თავის ხელ ვნებებში. ამის შემდეგ რა მოხდა? ესეც საგულისხმოა. იგი ამაღლდა ერთ მთაზე, ლოცვად ნათქვამია მახარებლებთან. ხოლო მოციქულებს არათუ შესთავაზა, არამედ პირდაპირ უბრძანა, რომ დამსტარიყვნენ ნავში და გადაეცურათ მეორე მხარეს, კაპერნაუმში გადასულიყვნენ.
და მართლაც აღასრულეს მორჩილება ქრისტესი და შუაღამისა საზარელი გათენებისა საზარელი ზღვათაღელვა დაიწყო. ბევრი მათგანი მოციქულებიდან მეთევზურები იყვნენ, დიდარი გამოცდილება ჰქონდათ ზღვაზე ნაოსნობისა და აშკარად მიხვდნენ, რომ სიკვდილის თვალებში უყურებდნენ. არსაიდან გზა, არსაით საშველი არ ჩანდა და სწორედ მაშინ, როცა ვერანაირ ხსნას და საშველს ვერ ხედავდნენ, სწორედ მაშინ გამოეცხადა უფალი წყალთაზე და მომავალი. წმინდა მამათა განმარტებით, როდესაც 5 პურითა და 2 თევზი დააპურებს თავის ეკლესიას ქრისტე ამაღლდებაზე და აღვალს მთის წვერვალზე, ეს განასახიერებს იმას, რომ დედამიწაზე თავის ხნელებებში უკვე დააარსა ეკლესია, შემდეგ ამაღლდა და ეკლესია ზღვა განასახიერებს ცხოვრებას, აი ჩვენ რომ გვაქვს ტაძარში ათონიდან გადმოგებული ხატის მსგავსება საიდუმლო სახე ეკლესიისა, რომელსაც ჯამითი უშამოდ ბრძანა ბოროტნი ძალი. ყველა ის ბოროტი ძალები, რაც კი არსებობს, სატანა და მისი ანგელოსები და მისი მომხრები, სხვა სექტების სახით, პარტიების და ასე შემდეგ, უამრავია რიცხვი ქრისტეს წრებისა და ქრისტეს ეკლესიისა. იქაც როგორ არის გამოხატული? აღელვებულ ზღვაში ხომალდია, ხომალდი სახე ეკლესიისა, მესაჭე ქრისტია, საფარველი ღვთისმშობელი და გემბანზე არიან მოციქულები და წმინდა პეტრესა და პავლეს ღუზე უფხრიათ ხსნის სიმბოლო და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ესე იგი სიმბოლური თვალსაზრისით ალეგორიულად რომ გავიაზროთ, დაარსა ეკლესია დედამიწაზე თავის მთელ ნებებში, 7 საიდუმლოება კერძოდ და პირველ ყოვლისა ნათლისღების და დასასრული ევქარისტია, შემდეგ ამაღლდა ზეცად ეკლესია გაუშვა საქადაგებლად მოციქულები ამ წუთის სოფელში, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ მათ და ზღვათაღელვა, ძაფრი და საშინელი გრიგალი, ეს არის უკანასკნელი ჟამის მოვლენები, განმარტავენ წმინდა მამები, როცა დევნა დაიწყება არნახული, მართალია მთელი 20 წლის საუკუნის განმავლობაში დევნა ექნება ეკლესია და აკი ჰქონდა კიდეს, მაგრამ დევნა, რომელსაც მოიტანს ანტიქრისტეს რეჟიმი, შეუდარებელი იქნება ყველა დანარჩენ წარსულში ნამოქმედარ დევნასთან. და როდესაც, ესე იგი, როგორი დრო დადგება აპოკალიფსში, როგორ არის ნათქვამი, მართალნიც კი თითქოს შეერყევიან წმენაში, რომ ღმერთმა დატოვა ისინი. აი სწორედ მაშინ გამოჩნდება უფალი, რაც ნიშნავს სახარების ეულენაზე, მოვალს უფალი დიდებით განშად ცხოველთა და ანუ ცოცხალთა და მკვდართა. ეს ყველაფერი, რაც ჩამოგითვალეთ, მოგახსენეთ, მოხდა ისტორიულ პლანში, რეალურად, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ყველაფერს ჰქონდა ასევე სიმბოლურ ალეგორიული წინასწარმეტყველებითი მნიშვნელობა. ისეთი დრო წარდგება მაგ დროს, როგორც მაგალითად მესამე საუკუნის დიდი წმინდა მამის იპოლიტე რომაელის წინასწარმეტყველებიდან ვუწყით, რომ ეკლესიებიც კი აგვიტირდებიან უდიდესი მწუხარებისაგან. არა მარტო ზომბებად აქცევს ანტიქრისტი ადამიანებს, განაყენებს ნათლისღების ბეჭედს და დაბეჭდავს თავად თავისი წყეულის სახელი, რომელზეც როგორც ათონელი წმინდა მამა ამბობს, 4 წინადადება იქნება. ნათქვამი, რომლის აზრით ეს იქნება, მე ძალით კი არ მიმიზიდავს და მიმორჩილებს ანტიქრისტეს, ჩემი ნებით ვაბარებ სულს. ადამიანები იმისთვის, რომ შიმშილით არ მოკვდნენ, სულს ჩააბარებენ, მიყიდიან ეშმაკს, რომელიც ანტიქრისტეში იქნება გაბატონებული და მის მიერ მართავს, თუ ეს მართვა არის იმ დროინდელ მსოფლიოს, მოიტანს ახალ მსოფლიო წესრიგს. აი რაც ხდება თუნდაც დედამიწაზე, ეს ყველაფერი ნაწინასწარმეტყველები ჩვენ თვალს წინ ხდება. ესე იგი, ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომი, ეხლა უკვე დაძაბულობა საომარი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. როგორც ჩვენ გახსენებული იპოლიტე რომაელი ამბობს, ომის საზარელი შედეგებს კი არ გაითვალისწინებენ ადამიანები, არამედ სულ ახალი და ახალი სახელმწიფოები ჩაებიან ომში, ვიდრე საბოლოოდ არ იქნება მესამე მსოფლიო. მთელი მსოფლიო იომებს. განსაკუთრებული ხვედრი იქნება ივერიაში, მაგრამ არ ვაუბრობ არანაირი სხვერპლი არ იქნება. ერთ-ერთი ომი აქაც იქნება. იმდეს იზამენ ეს ფსევდოლიბერალები დასავლური ბოროტების დახმარებით, რუსები შემოვლენ კიდევ ერთხელ საქართველოში, მაგრამ ამჯერად არანაირი მოლაპარაკება მაკრონის და მაკარონის აღარ გასჭრის და სხვათა დასავლელი ჩინოვნიკებისა გადაულის საქართველოს. სამწუხაროდ დიდი მსხვერპლი იქნება, როგორც ბერძენი მამა მღვდელმონაზონი გიორგი ამბობს. მამა მოამბობთ ამას. ეშილია ხალხს ერთი ორმა მღვდელმა ფსევდოლიბერალებმა ესე დაწერეს და ეს ცილის საერთოდ მივიჩნიე, რომ მამა არჩილი აშინებს ხალხს. მე თუ თარგმნი წმინდა მამათა წინასწარმეტყველებს, ძველთა და ახალთა და ვავრცელებ,
რატომ? იმიტომ რომ კირილე იერუსალიმელი ამბობს მაგალითად თუ კი ვინმე რამე იცით ანტიქრისტეს შესახებ, უამბეთ ერთმანეთს, გადაეცით ერთმანეთს, იმიტომ რომ როცა ნიშნები გეცოდინება, აღარ მოიხიბლები მისგან, იმიტომ რომ ის მოხიბლავს კაცობრიობას, მადლისაგან დაცლებს. თავდაპირველად რო მშვიდობის ყოფილი, ასეთ შეარქმევენ, რომ სოფლიო მშვიდობის ყოფილ შეარქმევენ და იქნება სატანის ანგელოზი სინამდვილეში და მოიტანს ისეთ ჭირისღებს, რომელსაც თავად უფალი ღმერთი ამბობს, არ ყოფილა დედამიწაზე ამგვარი და არ იქნება მომავალში, ვიდრე ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე. სწორედ ეს უბედურება, რომელსაც იწვევენ ფსევდოლიბერალები, დღეს უკვე აღარც მალავე, რომ ფულზე გაყიდულები ფარისულები არიან, როგორც თავიდანვე ვამბობდი და განცხადა, რამდენს ვინ როგორ იღებს. მაგალითად რიგში დგანან და ერთი მეორეს ეუბნება, აი შეც მოგივიდა 200 ლარი, შეხო გეკუნა, მოგივიდა. ნუ 200 ლარი რა არის, ის ეუბნება. რევოლუციონერი ერთ-ერთი. და ეხლა 200 ლარი და მე მეტი იქნება და ასე შემდეგ. ჯგუფი იყო, რომელიც გამოდიოდა საპროტესტოდ. ისინი კი არა აპროტესტებენ, ისინი არიან მამონას მონები. მათ სამშობლო არ უყვართ. ეს ცნება მათ ლექსიკონში უბრალოდ არ არსებობს. არც უფალი უყვართ, არც ეკლესია. პირიქით ლანძღავენ, აგინებენ, შეურაცხყოფენ რამდენადაც შესაძლებელია. აი მაგალითად პროტესტანტები, ესე იგი, აღდგომას შეხვდნენ ქუჩაში და არა ეკლესიაში. აქედანაც ჩანს ვინ არიან ისინი. იმ დღესაც კი არ ცხრებია, რომელიც დღეთა დღეა. ჩვენ დასაცხუნებელად და ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ნუ მოკლედ როგორ ჩანს იმდეს იზამე რომ ბოლოს შემოიყვანენ ამ ტრუზალას საქართველოში. მაგრამ მაგის მერე დაიწყება სინანული. ეს რამდენიმე წელიწადია დაახლოებით 25 წელიწადი რაც ჭამას მაზია მეტადრე გადასული ქართველი კაცი. დღეს დილით მინდოდა წამომეღო ილია მართლის ჭავჭავაძის ლექსი, რომელიც აი როგორ სიტყვიან ერთ-ერთი ეხმიანება იმას რაც დღეს ხდება. ბოლო მომენტში გადავიფიქრე, იმიტომ რომ სხვაგვარ სასწაულზე უნდა გვესაუბრო გარღვევლის კურნებაზე. აწკი ეხლა ნანობრ მაწამოვიღე ის ლექსი. უახლოეს ერთ-ერთ წირვაზე მე მინდა ბევრს ალცაა ალბათ წაკითხული, წაგიკითხოთ. სადაც ჩანს რომ ესე კარგია, დიდარია, ნათელია, საყვარელია ეს მამული საქართველო. მაგრამ როგორები არიან თვითონ ქართველები. აი ამაზეა მშელობა. ჩვენ ხელში რას ემსგავსება ეს ქვეყანა. მაგრამ ეხლა სირიელები, ავღანელები წერენ პირდაპირ როგორ ლანძღავთ სამშობლოს. ჩამოდით სირია, ნახეთ რა დღეშია. რა დღეში ვართ იქ და მე მოდი და შეადარე საქართველოს. და აბა გაბედავ მე რომ გალანძღო საქართველო, ან საქართველო რა შუაშია. უბრალოდ გეკითხებით მე. ღმერთმა ყველანაირი სიკეთე დააფრქვია ამ ქვეყანას. ჩვენ აღარ ვარგი ვართ ქართველები. აი ეს არის სინამდვილე. გულახდილად რომ გითხრა. მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში ის რაც მოგახსენეთ, რაც მიმოვიხილეთ, გაგვრით და აჩქარებით, ყველაფერი ეს მომასწავლებელი იყო იმისა, რომ უფალი დაარსებდა თავის წმინდა ეკლესიას, მაგრამ როგორც უკვე დავსინეთ იპოლიტე რომაელიდან, თვით ეკლესიასაც ისეთი დევნა ექნებოდა და შევიწროება ბოლოშაბს და ექნება მალე, რომ თითქოს აგვიტირდებიან კიდეც ეკლესიები. რა მოხდება კერძოდ? ადამიანები ზომბებად იქცევიან, დაბეჭდილები ანტიქრისტეს ბეჭდით. ეკლესიები და სიწმინდეებს გაიტანენ. მოიგონებენ ურიები კანონს, რისის საფუძველზეც უნდა ეკლესიიდან გაიტანონ მოწამეთა ნაწილები და პირველ ყოვლისა ტრაპეზიდან, რომელიც მოწამის ნაწილია დასვენებული. შულის კანონის მიხედვით, თუ წმინდა მოწამის ნაწილი არ არის ტრაპეზზე დასვენებული, ან ტრაპეზში წირვის ჩატარება არ შეიძლება იქ. შეიძლება კი ჩაატარო წირვა, მაგრამ სული წმინდის მადლი არ იკადრებს გადმოსვლას. ასეთია ნება ღმერთშემოსილ მამათა, რომელიც სწავლებული იყვნენ სული წმინდისაგან. გაიტანენ წმინდა ხატებს, ჯვარს. აი მაგალითად რა შეიძლება მოიგონონ, რატომ უნდა აი რაც მაგალითად ბრიტანეთში ხდება. იქ უკვე იგრძალება კანონის ძალით, რომ გარედან ატარო ჯვარიან ხატი. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ინდუსები ცხოვრობენ იქ და საკმაოდ ბევრი არიან და ეს მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. ადამიანთა უფლებებს ირღვევენ და ეკლესიის უფლებებს ლახავენ. და სხვადასხვა ეს ერთი მაგალითი მოგიყვანეთ საილუსტრაციო. და ბოლოს როცა ამოიწურება ყველა ეს ნიშანი და ყოველი ადამიანი, ვინც განსაზღვრულია ცხოვრების წინში, ვის სახელები ჩაწერილია შევლენას სასუფეველში, აი მაშინ კი მოვალ სუფალი დიდებით განშა, ცოცხალთა და მკვდართა, რომლის არს დიდება თანამამი და სული წმინდი თურქ
asta maratis da ugunitiuguni sande amen. Christi agdga. Christi agdga. Christi agdga.